მე ვარ სალომე კაპანაძე, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი და ჩემს ბიოგრაფიას ვყავ ორ ნაწილად. მე სოხუმში და მე სოხუმის გარეშე. მე სოხუმში არის სოხუმის მე-12 საშუალო სკოლა, მრავალრიცხოვანი სკოლა. ეს განსაკუთრებული ეპიზოდი ალბათ ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ აქ სწავლობდნენ როგორც ბერძნები, სომხები, რუსები, უკრაინელები და რაც ყველაზე მთავარია, მე მყავდა საუკეთესო ქართულის მასწავლებელი, რომელმაც რეალურად განსაზღვრა ჩემი ბიოგრაფია და ჩემი პროფესიული არჩევანი. შემდეგ იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხასრატო უსვამ. ეს არის დრო, როდესაც ჩვენ აფხაზები და ქართველები ვსწავლობთ ერთ უნივერსიტეტში. ანუ ერთი ჭერი გვაქვს. სამწუხაროდ სოხუმის უნივერსიტეტი მალე გაიყო. მე ამ გადასახედიდან შემიძლია თავისუფლად თქვა, რომ აფხაზეთში ომი დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ საერთო ჭერიდან გამოსვლა. შემდეგი მოვლენები თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რაც იყო, მაგრამ მანამდე იყო ჩემი ვაჟის დაბადება, შემდეგ იყო ომი და ამ ომმა რეალურად თავდაყირა დააყენა ჩემს ცნობიერებაშიც, მეხსიერებაშიც და განსაზღვრა ჩემი ცხოვრების მეორე ეტაპი, ჩვენი ცხოვრების მეორე ეტაპი. ჩვენ აღმოჩნდით გაფანტულები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და არა მარტო. 93 წლიდან მე ვარ თბილისში. 93 წლიდან მე ვიწყებ რეაბილიტაციას, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა დაგროვილი რეპუტაციული ეპიზოდები ჩემი ცხოვრებისა რჩება სოხუმში და მე ვიცი, რომ უნდა დავიწყო ცხოვრება თავიდან. 94 წელს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი. მე მახსენდება, როგორ ვიწყებდით ჩვენ, დავდიოდით ფეხით, ფილიალები იყო გაფანტული, ორთაჭალაში, საბურთალოზე და მე და ჩემი კოლეგები მოთმინებით გავდიოდით კილომეტრებს იმისათვის, რომ სოხუმის უნივერსიტეტი დამდგარიყო ფეხზე. 97 წელს დაუბრუნდები ისე და ვიტყვი, ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჩემმა 10 წლის ვაჟმა იკითხა, რამდენი წელია ჩვენ უკვე თბილისში ვარ და მე ხლა ალბათ უკვე თბილისელი ვარ. და მე მივხვდი, რომ მეხსიერებაში რაღაც ხდება. რომ ჩვენ ომს წავაგებთ მაშინ, როდესაც ამ კითხვას დასვამს ძალიან ბევრი მისი თაობა და ასე გაჩნდა ჟურნალი იალქანი. ჟურნალი იალქანი, აფხაზეთის საბავშვო ჟურნალი, მწერალთა კავშირის შენობაში, მე და ბატონი გელო კალანდია როგორ ვარქმევდით სახელწოდებას ამ ჟურნალს. ბატონმა გენო მითხრა პირველად, აფრახო არაო. მე ცოტა ხანში დაფიქრდა და არა, ჯობს იალქანი. ჩვენ იალქნიანი გემით შევცურავთ მე სოხუმის სანაპიროზეო. აი ესე გაჩნდა იალქანი, რომელიც დღესაც არსებობს, მას საუკეთესო გუნდი უდგა სათავეში და მე მას დავარქვი აფხაზეთის საბავშვო ენციკლოპედია, იმიტომ რომ თუ გინდა რამე გაიგო აფხაზეთზე, ეს კოლექტივი ახლა აწარმოებს რეალურად კვლევას. ჩემი როგორც პედაგოგის მისია მგონია, გარდა იმისა, რომ ლექციები წავიკითხო და აუდიტორიაში გადავცე დარგობრივი ცოდნა, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენის მისიაც გამაჩნია. ამიტომ რაღაცა წლების განმავლობაში თბილისის მერიის დაფინანსებით ვაკეთებდით ძალიან საინტერესო პროექტს, ეს იყო დებიუტი. და უამრავი საინტერესო ახალგაზრდა აღმოვაჩინეთ. ანუ რეალურად მათ პირველად დაბეჭდეს და შემდეგ თქვენ წარმოედგინეთ საბას ლაურეატებიც კი გახდნენ. ცოტა მოგვიანებით ჩემ ცხოვრებაში იწყება ბებიობის ეტაპი, იმიტომ რომ მყავს შვილიშვილები, ლილე და ნიცა შონიები და ასევე გენეტიკურ მეხსიერებაზე ბევრმა ფიქრმა გამიყვანა ზღაპრებზე. იმიტომ რომ როდესაც ვაძინებდი შვილიშვილებს, მე ძალიან მინდოდა სოხუმზე სწოდნოდათ. თან ვიხსენებდი და ის ზღაპარში თავად შემოვიყვანე საკუთარი თავი, ვიხსენებდი როგორ მოდიოდნენ სოხუმის სანაპიროსთან დელფინები და მე ბავშვობაში როგორ მინდოდა მათთან თამაში და ასე გაჩნდა დელფინი ფანი. დელფინი ფანი თავისი თავგადასავლებით და მთავარი მოქმედი გმირი აღმოჩნდა ლილე. ჩემი უფროსი ამ დღობიდან ერთ-ერთი უფროსი შვილიშვილი. რაღაცა საინტერესო რაღაც გამომივიდა, იცით, ისეთი საინტერესო რაღაცა მეც არ მოველოდი, იმიტომ რომ ეს იყო რეალურად ჩემი პირველი მცდელობა საბავშვო მწერლობაში. ხელი გავიწაფე და დელფინ ფანის ამბებს მე მოყვა
ჯინო და ფოტოგრაფი. სოხუმში იყო ესეთი ცნობილი ფოტოგრაფი, რომელსაც მაიმუნი დაყვებოდა ხოლმე და ამაზე ავაგე ძალიან საინტერესო სიუჟეტი და შემდეგ წვეთუკა. ასე გამოვიდა ჩემი წიგნი, რომელსაც საერთო ჯამში დავარქვი ზღაპრები აფხაზეთზე და რომელიც ნომინირებული იყო იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიაზე და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ ლაურეატი აი ესეთი ძალიან საპატიო ჯილდოს. ამ ზღაპრებზე გაკეთდა აუდიო სპექტაკლებიც, მადლობა ზურაბ კანდელაკს და ეს სპექტაკლი YouTube-ზე ძალიან საინტერესო ნახვები აქვს, სხვადასხვა აფხაზური ვერსიაც გვაქვს და განსაკუთრებულად ვადენებთ ალყურს, იმიტომ რომ მე ვიცი რომ თუ ვინმე მოусმენს ამას, ხადია მოусმენენ აფხაზები. ძალიან კარგი ხიდია. კარგი ენა, ზოგადად მე ძალიან ბევრს საუბრობ ხოლმე კულტურაზე და დიალოგზე კულტურის ენაზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. არ არსებობს უკეთესი ბერკეტი, ვიდრე გახლავთ კულტურა ჩვენი სულიერი გაერთიანებისთვის. დანარჩენი, რა თქმა უნდა, დიპლომატიამ თავის საქმე უნდა გააკეთოს. ძალიან მნიშვნელოვანი წელია ჩემთვის 2024 წელი. იმიტომ რომ მე დავწერე პიესა, მე არსაწავს ვარ. ეს პიესა ეძღვნება ახალთაობას, ეძღვნება ჩემს სტუდენტებს, იმ სტუდენტებს, რომელთაც აქვთ გენეტიკური მეხსიერება. იცით, მე ვხვდები ასეთ ბავშვებს. ძალიან ცოტანი არიან და როდესაც ლექციაზე შევდივარ ხოლმე, ყოველთვის ვკითხულობ, ვინმე ხო არ არის აფხაზეთიდან. და როდესაც სტუდენტები დგებიან და მეუბნებიან, რომ იცით, ქავატონ სალომე, მამა ჩემია იქიდან, მე მათ უკონკრეტებ, არა, მამა შენი არა, შენც იქიდან ხარ, 64-დან ხარ გამოქცეული და შენ ეს ძალიან კარგად უნდა გახსოვდეს. პიესის ყველა ეპიზოდი არის რეალური. პიესის ყველა ეპიზოდი აგებულია, ეს არის დოკუმენტური ნარატივი, რომელიც დაკავშირებულია ჩემს მოგონებებთან, ომის მოგონებებთან, მაგრამ ყველა მოგონება, რომელიც და ყველა ეპიზოდი, რომელიც ჩადებულია ამ პიესაში, ორიენტირებულია იმაზე, რომ ჩვენ შევინახოთ იმ მეხსიერების ის ნაწილი, რომელიც ჩვენ მშვიდობამდე გაგვიყვანს. ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე, როგორი იქნება ჩვენი შეხვედრა. მე ხშირად მესიზრება ხოლმე, რომ დავბრუნდი სოხუმში და იცით, აი სულ შფოთავ განვიცდი, იმიტომ კი არა რომ ვეპოულობ სახლს, ან რაღაცა ნივთს. სულ დაძაბულობის შეგრძნება მაქვს, აი როდესაც შევხვდები, ახლა სანაპიროზე გავალ, რა უნდა უთხრა იმ მეგობარს, რომელიც 30 წელია არ მინახავს. ამდენად თავს მოუყვი სათქმელზე და ვიტყვი, აფხაზეთი მე მხოლოდ მათთან ერთად წარმომიდგენია. არანაირი დაბრუნება ჩემთვის არ იქნება ბედნიერების აქტი, თუ ისინი არ დამხვდნენ იქ.